იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში. ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათასასუფეველი. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა. ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს. მოასწორეთ მისი ბილიკები. თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საზრდოთ ჰქონდა კალია და ველური თაფლი. მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ სოდვებს. როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: იქედნეთ ანაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? მას შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი. და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენთვის, ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო, ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთ შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. სულიც უკვედევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ. მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად, მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით. მისი ნიჩაბი მის ხელთა, ის გაწმეთს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით. მაშინ გალილეიდან იორდანეს მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე წინააღუდგა და უთხრა: მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ? მაგრამ იესომ მიუგო პასუხად: ასე იყოს, ვინაიდან ასე გუმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება. მაშინ იოანემ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მანიხილა ღვთის სული, ტრედივით გარდმომავალი მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმად ციდან მეტყველი. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. 40 დღეს და 40 ღამეს იმარხულა. ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.
ხოლო მან მიუგო პასუხად. დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთისპირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. უთხრა მას: თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია, თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოკრა. იესომ უთხრა მას: ასევე დაწერილია, არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენ. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე. უჩვენა წუთი სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა მას: ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მიცემ. მაშინ იესომ უთხრა: განვეთ სატანამ, ვინაიდან დაწერილია, უფალს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიახლენ და ემსახურნენ მას. გაიგო იესომ, რომ იოანე დაპატიმრებულია და წავიდა გალილეას. მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში, რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: ზებულონის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა. ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხვდომთ, ნათელი ამოუბრწყინდათ. იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა, სიმონი, პეტრეც წოდებული და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. უთხრა მათ: მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგცემთ. მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას. იქიდან წამოვიდა და დაინახა სხვა ორი ძმა, იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ და მოუხმო მათ. მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.
მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანში. მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, თვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ. დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და 10 ქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.